შესაყვანი ტელეფონი და იმეილი და მესამე ენა, ანუ სამინოარი მას ვერ მიწვდება. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ პირველ რიგში იმიტომ რომ ეს არის ერთ-ერთი პირველი პროექტი, რომელიც ახალციხის ციხემ, ასე ვთქვათ, აითვისა ძალიან კარგად. და ასევე კიდე გამეორდები და ვიტყვი რომ ეს იქნება ძალიან კარგი იმისთვის რომ დიდი რაოდენობით შემოსულ ტურისტებს მივცეთ საშუალება რომ მაგალითად არ ელოდონ ვთქვათ გიდს და აირჩიონ სხვა ალტერნატივა მაგალითად აუდიო გიდი. საქართველოს მასშტაბით ეს არის პირველი პროექტი და ახალციხის ციხე იქნება ამ მიმართულებით პირველი ტურისტული ობიექტი, სადაც განხორციელდება აუდიო გიდის ონლაინ აპლიკაცია. მე ძალიან დიდი იმედი მაქვს რომ იოსედის დაპროექტა მომავალში ვითანამშრომლებთ და ძალიან ბევრ პროექტს განვახორციელებთ, რომელიც წაადგება ტურიზმის განვითარების მიმართულებით, როგორც ახალციხეს, ისე სამცხე-ჯავახეთს მთლიანად. USAID პროექტის ზრდას და ციხის ადმინისტრაციის ერთობლივი პროექტის საფუძველზე განხორციელდა ონლაინ აპლიკაციის შემუშავება, რომელიც მოემსახურება მოსულ ტურისტებს. აპლიკაცია სამ ენაზეა შექმნილი. ეს შეუწყობს ერთის მხრივ ტურისტების მოზიდვას და მეორეს მხრივ ციხის შემოსავლების ზრდას.